ნეტო ამის უფლება აქვს ბავშვებს. ბატონო მოსამართლე, მე ვფიქრობ, რომ ბავშვთა უფლებათა კონვენციაში კიდევ ერთი მუხლი გვაქვს შესატანი. არა, ის უნდა გამოვაკლო. კამერა. უკაცრავად გავერთე. გამარჯობა, მე ელენე ვარ. როგორც დაგვერდით, სულ ასეთი საქმიანი იმიჯი მექნება და შევეცდები გაგაცნოთ ის უფლებები, რომლებიც თქვენ ბავშვებს გაქვთ. ვიდრე ახალ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ თქვენი უფლებების შესახებ, გაიხსენეთ ის, რაც წინა კვირას გითხარით. ხანგასაგებია, ახლა გავიგოთ, რისი უფლება გვაქვს ჩვენ ბავშვებს დაბადებიდანვე. როდესაც ოჯახში ახალი წევრი ჩნდება, გაუთავებელი კამათი იწყება და ამ კამათის თემა ბავშვის სახელია. ოჯახის ყველა წევრს, რა თქმა უნდა, თავისი ვერსია აქვს. მამას გოგოსთვის სახელი სოფო მოსწონს, დედას მაკუნა, ბებიას ჯოზეფინა, ბაბუა კი თითოეული მათგანის გადაწყვეტილებას ეთანხმება. ასე საბოლოოდ, ხმის დათვლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველა ვერსიას თანაბარი ხმა აქვს. ამიტომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ბავშვი ზარალდება, რომელიც დროებით usახელოდ რჩება. არა და ეს ასე არ უნდა მოხდეს. აქ კანონდარღვევაა. ბავშვთა უფლებათა კონვენციაში ასე წერია, რომ ბავშვს დაბადებიდანვე აქვს უფლება ჰქონდეს სახელი, გახდეს ქვეყნის მოქალაქე და გაიცნოს თავისი მშობლები. მგონი ყველაფერი გასაგებად თქვი. ახლა წავალ და დროებით უსახელო ბავშვების უფლებებს დიდ სასამართლოში დავიცავ.